ჭირდება თუ არა ბავშვს რაიმე დახმარება, ჭირდება თუ არა ტელჩი ჩემთან მოყვანა. პირველი სიარულის მანერა. უადვილესია თუ ფეხი გადის გარეთ პრობლემაა, თუ ტელქი შემოდის შიგნით უკვე პრობლემაა. პატარა არასოდეს არ არის ზარმაცი. ბავშვი თუ ხელში ითხოვს, მე ვიძახი 4 წლიდან ზევით იქამდე დიაგნოსტიკა არ კეთდება. თუ ხელში ითხოვს და მალე იღლება, ეს უკვე არის ნიშანი, რომ დროულად უნდა მივხედოთ, რომ კარგი შედეგი გქონდეს. ასევე ტელქის გარდა სახლის პირობებში, როგორ შეგიძლიათ მივხვდეთ ხერხემალზე არის რამე პრობლემა თუ არა, ესეც არ არის რთული და დააყენეთ ბავშვი წელზევით, გახადეთ ჯერ ეს ერთი შეხედეთ ბეჭი სიმეტრიული, ბეჭის ქვედა არის სიმეტრიული, ასევე უნდა იყოს ის რა ქვია თეზო შეჭრა სიმეტრიული, თუ შეატყვეთ რომ რომელიმე მხარე განსხვავებულია, ეს ნიშნავს, რომ იქ რაღაცა პათოლოგია იწყება. კიდე ბავშვს როდესაც ეუბნებთ ესე ზურგით რო აყენეთ, ხელები გაშალეო და თავი გაასწორეო, ერთი წუთიც რო დააკვირდეთ, თუ იქ რამე დაღრღვევა, იმიტომ არა რომ ბავშვს ეს უნდა და ყურადღება გადაიტანა, არ გეგონოთ ესე, თავი მიდის ცალ მხარეს. ესეც მაჩვენებელია, რომ ხერხემალს და ტელქს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ამ ეტაპზე ტერდი იყენებს 18 ტიპის პროგრამულ უზრუნველყოფას და 40 სახეობის მასალას. ამას უკვე არჩევს ექიმი. მეწითელი მინდა და შეყვითელი კიდე ესე არ